საღამშვიდობის ეთერშია რადიო სივრცე FM 98-სა და 5-ზე და მე ჟურნალისტი ეკავებ ხოძე ჩვენი გადაცემით მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს. მოკლედ სამი თვე თვითმმართველობის არჩევნებამდე, რომელს მკვეთრი ხაზი გაავლა ოპოზიციას შორის და ორ ბანაკად გაყო. არეულობები შეიტანა თავად პარტიებშიც, მაგალითად გიორგი გახარიას თანაპარტიელმა ელგუჯა ხოკრიშვილმა ოფიციალურად დაწერა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე მსჯელობის დაწყებისას მისი და პარტიის გზები გაიყო. ასევე მამუკა ხაზარაძე წუხს, რომ ოპოზიციური პარტიების რიგმა წარმომადგენელმა ლელო აირჩიეს სამიზნედ და კამპანიის წარმოება დაიწყეს, ანონსებენ მის წინააღმდეგ ერთ-ერთი ადრესატი ნაციონალური მოძრაობის პარტიიდან. ხაზარაძეს უთვლის, რომ ფოკუსი გაასწოროს. საქართველოს ხელისუფლებისადმი დასავლეთიდან წამოსული კრიტიკაში გაჩნდა რაღაც პოზიციების ცვლილების ნიშნები ქართული ოპოზიციისთვის. პარლამენტში 40%-ზე მეტის ქონა და ამის არ გამოყენება სამართლიანი არ არის ხალხისთვის, რომელმაც ის აირჩიაო, ამბობს ეუთოს გენერალური მდივანი. გუშინ ასევე შვეიცარიის დელეგაციის ხელმძღვანელმა ეუთოში თქვა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო იდეალური. დღეს რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული პორტოს დეკლარაცია და რეზოლუციები საქართველოს შესახებ, რომელიც ძალიან კრიტიკულია და ამაზე ვისაუბრებთ. ამ განცხადებებმა, პრინციპში ვერ დაიმსახურა ოპოზიციის რაღაც ნაწილის ყურადღება, ვინც ფიქრობს, რომ არჩევნები ქართულმა ოცნებამ მიიტაცა და ვინც თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტით ხელისუფლების დამხობას აპირებს. სიტყვა რევოლუცია ჯერ საპროტესტო აქციების მონაწილეთა რიტორიკაში გაჩნდა, შემდეგ ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციის რიტორიკაში უკვე შერბილებული ტონით რეჟიმის დამხობით ჩანაცვლდა. არსებობს თუ არა რევოლუციისთვის პირობები დღეს ქვეყანაში, შეასუსტებს თუ არა რევოლუციისთვის სამზადის ხელისუფლების მიერ მთელი რიგი კანონების გამკაცრება და რა თქმა უნდა მარიხუანასთან დაკავშირებით ახალ საკანონმდებლო რეგულაციები, რაზეც ვისთან თუ არა ალბათ საუბარს ამ კანონის სასტიკმო წინააღმდეგე გირჩთან ვაპირებთ დღეს და ჩვენი სტუდიის სტუმარიც გახლავთ გირჩის ერთ-ერთი ლიდერი სანდრო რაქვიაშვილი, რომელსაც მივესალმებ. გამარჯობა სანდრო, დიდი მადლობა მობრძანებისათვის სტუდიაში. მარიხუანასთან დაკავშირებით რა თქმა უნდა საუბარს აუცილებლად ვაპირებთ და ამაზე ბევრს ვისაუბრებთ, უბრალოდ მგონია რა ცოტა დიდ დროს წაიღებს, ამიტომ მინდა რომ დროს დავზოგავ და ცოტა მე იქით გადავდებ და ვისაუბროთ შიდა პოლიტიკაზე და იმ მოვლენებზე, რაც ხდება ოპოზიციის თავს. კონკრეტულად თქვენ რაღაც ნაწილში ეს არ გეხებათ, მაგრამ ამ მოვლენების რაღაცა ეპიცენტრში მაინც ხართ და უყურებთ. პირველ რიგში მინდა გკითხოთ ამ ოპოზიციის ერთობას და ვერ ერთობას როგორ უყურებთ. აი ეს კითხვა მინდა დავსვა და არის თუ არა მოსალოდნელი, რომ რაღაცნაირად არჩევნებამდე მაინც მოახერხოს ეგრეთ წოდებული გაერთიანება. ან ზოგადად მომხრე თუ ხართ ამ გაერთიანების არჩევნებში მონაწილეობაზე? ჩვენ ზოგადად დიდი ხანია ხელი ჩავიქნიეთ ამ 4-5-9-25-ის რაც კოალიცია იყო თუ რაც იყო წინა საარჩევნო. ჩვენ ერთი მხრივ სულ მომხრე ვართ, რომ რაღაც დისკუსიები იყოს, დებატები იყოს, რაღაც პოზიციების შეთანხმება ხდებოდეს, რესურსების განაწილება, რომ ქართულ ოცნებას 1000-ჯერ და 10000-ჯერ მეტი რესურსი აქვს შენზე, ბუნებრივია, რომ თუ დამარცხება გინდა, რაღაც ტიპის ურთიერთობა უნდა გქონდეს. ამიტომ სულ მოწადინებული ვიყავით, აი ბოიკოტში რო გადიოდნენ, იმასაც კი ვეუბნებოდი, რომ თუ ბოიკოტში ნამდვილად გახვალთ, აი ნამდვილად გახვალთ, ისე რომ აი არც არჩევნებში იღებთ მონაწილეობას, არც ფულს იღებთ, არც არაფერი, ამაში შემოგიერთებით, აი თუ გულწრფელი ხართ ამაში და თუ ეხლა ლელო რომ ცესკოში დანიშნა თავისი წევრი, გახარია პარლამენტში დარჩა, ფული აიღეს და ვიღაც არჩევნებში იღებს მონაწილეობას, ეს ყველაფერია ბოიკოტის გარდა. ამიტომ ეს არა ანუ სრული ბოიკოტი რო ყოფილიყო იმ შემთხვევაში შეუერთდებოდი. იცით რა არის ქართულში ორივე თუ ყველა დანარჩენის სინქრონში მუშაობს და მართლა მიზანია რომ შეცვალო ქვეყანა და რაღაც სხვა მიიღო, მაშინ ბუნებრივია ეს ყველგან უკეთესია. შეიძლება კი არა ნამდვილად არჩევნებში გააკეთება ის უკეთესია ბევრად ვიდრე ბოიკოტის, მაგრამ აი ეხლა რაც ხდება იმას ყველაფერი ჯობია. ხდებით? აი ხა თუ მიზანია რომ ქართული ოცნება დაამარცხო და უკეთეს ქვეყანაში იცხოვრო, აი ამისთვის რაც ეხლა ხდება ნამდვილად არ გამოდგება, მაგრამ მეორე საკითხია რომ ჩვენ იმიტომ რომ თავიანთ ქმედებებში არ იყვნენ გულწრფელები, აი რაც როგორი ქვეყანა უნდა ამაზეც კი ვერ შეთანხმდნენ. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ამორჩეულს რო კითხო. აი თუნდაც რა ვიცი, ლელოს ამორჩეულს ნაცმოძრაობის, რომ აი დაუშვათ მოხდა ასე და მოვიდა შენი პარტია ხელისუფლებაში, რას იზამს?
რასიზმს რომელიღაც მიმართულებით, გინ სასამართლო იყოს, გინ განათლება იყოს, ჯანდაცვა იყოს, ასეთ იყოს, ისე იყოს. ამაზე ნაკლებს საუბრობენ. არ საუბრობენ საერთოდ და არ საუბრობენ, არც აქვთ რამე სათქმელი, ხვდებით? იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეს სხვა არის, რაც პარტიების სული ამ გაგებით. ეს არის რაღაც ხალხი, რომელიც იდეის გამო გაერთიანდა. და წამოიღეთ ლელოა იყეთ. გასაგები რომ ხაზრაძის პარტიაა. კონკრეტულია ადამიანის პარტიაა, მაგრამ იდეოლოგიად რო შეხედო, ამ პარტიაშია ხალხი, რომელიც ხაზრაძეს ლანძღავდა, ბანკირებს ებრძოდა, რაღაც სოციალისტი, რაღაც ხალხი, რომლებიც აი ბანკირები მთავარი მტრები ყავდათ. როგორ შეიძლება დაუშვა, რომ მაგათ რამე საერთო იდეოლოგიური ღერძი აქვთ. სამდროშ ეს ხო არის ხალხი, რომელიც ხაზრაძის ფულის გამო შეიკრიბა. ასეთი ადამიანები შეიძლება უნდა რომ ოცნება აღარ იყოს ხელისუფლებაში და რაღაც ამ იდეით არა, ოცნება შეიძლება მეც არ მინდოდეს, მაგრამ აი ეს კომუნისტები რო დარბიან მაგალითად არ გინდა მშვიდობა თუ არ იქნება მშვიდობა, არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა, რო ხო. სამართალი არ იქნება. აი დარბიან, მე მაგათ ხას არ დაუჭერ. როგორ თქვი კომუნისტები? ხო, აი ეს გაქანებული კომუნისტები არიან და ეს ლოზუნგიც არის ამერიკაში მემარცხენე მოძრაობებიდან წამოღებული თავიანთი მუსიკითაც. პირდაპირ კალიკა გადმოტანილია ამერიკელი მემარცხენეებიდან დღემდე იყენებენ მაგათაც პროპალესტინელი აქტივისტები ამას. ხო და მე მაგათმა რომ დაიწყო რომ ჩვენ რევოლუციას ვაწყობთ, მე მაგათ ხარ შევერთდები. მე საერთოდ მინდა რომ გაკეთდა განცხადებები ამ რევოლუციაზე და სხვათა შორის გამახსენდა იაგო ფიჩია ამბობდა სანდრო რაქაშვილი არის რევოლუციის სპეციალისტი. ხო თქვა და იქნებ განგვიბარდო ჯერ რა სპეციალისტი. არა მე უბრალოდ უნივერსიტეტში ვასწავლდი ზოგადად როგორ ხდება რევოლუციაო და როგორ ხდება პოლიტიკური სისტემების ცვლილება, მაგრამ მთელი იდეა ის არის რომ არანაირ რევოლუციაში არ ხდება. ეს თლიანად არის აი თავიდან ბოლომდე მოგონილი ამბავი და ეს ხალხი რომ გამოდის რევოლუციაო აჯანყება რაღაც აი მეცნება, იმიტომ რომ რევოლუციის თავარი დამახასიათებელი თვისება არის, რომ რაღაც იდეა არსებობს. რის გამოც ხალხი ერთიანდება, ეს იდეა ძალიან მნიშვნელოვანია, მათ მიაშნიათ, რომ ღირსო გარისკონ ცხოვრება და რაღაც ჯანმრთელობა, თავისუფლება და მერე აწყობენ რევოლუციას. აი მაგალითად შეიძლება იყოს, რა ვიცი, დამოუკიდებლობის იდეა შეიძლება იყოს, ეს იყოს თანასწორობის, როგორც საფრანგეთში მაგათ ხდებოდა, ან რაღაც გადასახადებისთან რაღაც ან რაღაც ტირანიასთან ბრძოლის. არ არსებობს იდეა, არ არსებობს იდეა თუ არ არის, ხალხი თუ რაღაცას აკეთებს, ამას ქვია აჯანყება, ხო? ჯანყია ჩვეულებრივად, შიერი ხალხი აჯანყდეს მეფეს წინააღმდეგ, ხო? და ეს სულსულა თავდება ხოლმე. ზოგადად. ხო, რომ მოცემულობა არის დღეს ან აჯანყების ხო და რა ეთყობა რომ ხალხი ჯანყს აწყობს, იმიტომ რომ ეს მაშინ აფშორში არის პოლიტიკასთან, ისე ας მოხდება რომ ხდებოდეს, ეს პოლიტიკოს არ ეხება ეს საკითხი. და რევოლუცია არ ხდება, იმიტომ რომ იდეა არ არსებობს. არ შეიძლება გამოგვიდეთ, თქვა რომ ჩვენ რევოლუცია გვინდა, ოდეს რევოლუცია მოხდეს. ეს არის უბრალოდ ვიღაც შეიძლება კათოლიკოსების ამორჩეველი დააშინო იმის, რომ აი ნახე როგორი რადიკალები არიან რევოლუციას აწყობენ. სამდროში სასაცილოა, ეს არის კლოუნადა, გამოდიან კლოუნები და რევოლუცია მეტი კი არაფერი არ ხდება. და აი ამას რო ვხედავთ, ამ კლოუნადას რო ვხედავთ ოპოზიციურ მედიაში, ოპოზიციურ პარტიებში. ამიტომაც არ გვინდა მათთან გაკარება. ის კი არა რომ რაღაც შეიძლება ვიღაცა პერსონალურად კარგი ურთიერთობა მქონდეს, ცალკეულ აღებულ ადამიანთან, მაგრამ ის ხო ამ კლოუნადის ნაწილია. ვიღაცა ეგ ახსოვთ ისინი რომ დადიოდნენ, ნიღბებით რომ დადიოდნენ რევოლუციას რო ყიროდნენ რუსთაველზე. რაც 20 ახალგაზრდა რაღაც შეიკრიბა, ნიღბები გაიკიდეს, გამოვიდა რევოლუციაო და თან ეს ბოლო აქციაზეც იყო სწორედ ახალგაზრდა. ხო, მაგრამ ეს ხო ხდებით ეს გაჟღერდა და ეს დაიწია შემდეგ ამაზე. ყველაფერია რევოლუციის გარდა. ეს ადგი ნახიათ, გამოდის პადა ბურჭულაძე. ამბობს რომ რევოლუცია უნდა მოხდოთო, ამისთვის უნდა შევკრიბოთ რაღაც 100 თუ 300.000 ადამიანი, ჭირდება დინამო სტადიონია, მე მიდის კალდეს და ფული მომეცი დინამო სტადიონიდან უნდა ვიქირაო. აი ეს უბრალოდ აი რომელიღა რევოლუცია ჩეგევარას რო გაეგო, თუმე ვიღაც რევოლუციას აწყობს, თავრობის წინამდე, ოღონდ თავრობას ხოს ფულს ამისთვის. და წინასწარ თარიღსაც ეუბნება. აი ხო ხდებით შეუძლებელია არ გაგეცინოს ეს ამბავი რომ უბრალოდ მოყვე, აი სოფლიო კურიოზებში შევიდოდა ასეთი რაღაც. მაგრამ სანდროშ არანაირ რევოლუცია ხო არ მზადდება, ვერ მომზადდება, სადგი ნახიათ რომ დუღილი ხდებოდეს ასეთი საპროტესტო. მერია შუამავლობას თხოვა პაატა ბურჭულაძემ, არ ვიცი შუამავლობა რატო თხოვა ფიფიასთან, რატომ თავად ვერ შეძლო მისული. ძალიან სასაცილო რომ ის სატელეფონო არჩევნებით გახდა მისი ნათქვამი, რაღაცა სატელეფონოდ ჩატარებული არჩევნები. ეს უკვე ავიწყდება თანაბრად ეს ამბავი. არ ვიცი რამდენად ეს კიდევ არის დღის წესრიგში, ეს ალბათ პაატა ბურჭულაძეს უნდა ვკითხოთ. არა, ეხლა უკვე რევოლუციას ამზადება 4 ოქტომბერს. ხო, ნუ ეს ნიშნავს, აი თქვენ როგორ ფიქრობთ, რაღაცა 4 ოქტომბრისთვის ვთქვათ, აი ეს განცხადებები თუნდაც ვთქვათ კი გეცინებათ ამ რევოლუციაზე, მაგრამ ცდელობები არჩევნების ჩაშლის ეკნება ოპოზიციას.
მე ამჯერად რომ ვინმე სერიოზულად რამეს აკეთებს ამ ხალხში, აი ამაშია პრობლემა. მე ზოგადად რიტორიკის დონეზე რჩება. აი უბრალოდ რიტორიკაც კი არასერიოზულად გამოიყურება. ხო შეიძლება დამაჯერებლად ლაპარაკობდეს, გამოვიდეს რაღაც ადამიანი, რომელიც სახი აქვს, რომელიც ადამიანს შეეშინოთ, ხო რომ მე აჯანყებას მოწყობ და შეხედავდი რომ შეიძლება ამ კაცს დაუჯერო. ესეც კი არ ხდება. არასერიოზულად გამოიყურება თვითონ თავი ფორმატს. ოპოზიციურ მედიაზე რომ გადართო რაღაც ტოკ-შოუები პოლიტიკური, ხვდები რომ კლოუნადაა, ღიად კლოუნადაა მოწყობილი. და ვიღაც ჯამბაზი გამოდის და ყვირის რევოლუცია და შენ უყურებ ამას და აი მართლა რევოლუციონერი იყო და გაიქცე ამ ქვეყანა თუ ეს რაღაცას გავს ხო და ამიტომ მე საერთოდ არ განვიხილო ამათ როგორც სერიოზულად. რა რჩება ოპოზიციას ან? არ მე მგონია ზოგადად აი ეს ოპოზიცია არის ქართული ოცნების თავი დასახდენი. ამიტომ ჩვენ პარტიაში სულ ამას ლაპარაკობთ ვინ არის მოსყიდული. შეიძლება იფიქროთ რომ რაღაცა შეთანხმება არის. კი არა მე დარწმუნებული ვარ რომ არის მაგალითად გვარამიამ 40 მილიონი შოვა წინა საარჩევნოდ. აქ ორი ვარიანტია. ან ბიძინა ძალიან დემოკრატი ადამიანია, ხედავს რომ მის წინამდე ადამიანი ათობით მილიონ შოულობს რომ ის დაამხოს და ხელს არ უშლის, მიუხედავად იმისა რომ ყველანაირი ბერკეტი აქვს და აი როგორ გითხრათ, ჩვენს კი ვიცით რომ აი ჩვენ რაღაც რეკლამა არ მოდის ჩვენ ტელევიზიაში ან რა ვიცი დაფინანსება მსხვილი ბიზნესმენი არ გვაფინანსებს რა პირველ ჩვენ პარტიას, იმიტომ რომ ყველაფერი კონტროლირებადია ამ ქვეყანაში. ბიზნესი კონტროლირებადია. პოლიტიკური ფული ყველაფერი ერთი თეთრიც კი კონტროლირებადია. აი არ არსებობს, აი პოლიტიკაში არის მარტო ბიზნეს ფული, ხაზრაზეს ფული, მამამდე იყო კეზერას ფული. მეტი ფული არ არის ჩვენ პოლიტიკაში. დიდ ფულზე რო საუბრობ. აი მილიონებზე თუ საუბრობ. აქვს და გასაგებია რომ აფინანსებენ თავენ. ხო და აი ამ ასეთ უცნაურ სიტუაციაში გაჩნდა ადამიანი, რომელმაც დაარსა პარტია და იშოვა 40 მილიონი წინა საარჩევნოდ. და კითხვაზე საიდანო დაასახელა გილაური, რომელიც უმცროსი ძმა როგორც ხვდები, რომელსაც აი ამდენი ფული არასდროს არ ექნებოდა, არსად არავინ პრეტენზიასაც არ აქვს, რომ არც თვითონ უდგას რომ ამდენი ფული მაქვს. წარმოვიდგინეთ, თან 40 მილიონი კი არის, 40 მილიონი ვიღაცის მისაცემი თუ გაქვს, შენ ერთი 400 ხონა კონდეს, შენთვის ბოლო პულს ცეცხლ არ იღებს სხვა დაზაფინანსებლად. ხო ხვდებით, ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ გვარამია რასაც აკეთებდა, თავიდან ბოლომდე შეთანხმებული იყო რაღაც ფორმით ბიზნეს იმაშვილთან. მე ამას მე აი მე ლელოზე არ მაქვს და მე მგონია რომ ლელო უბრალოდ აი საერთოდ არ ფიქრობენ გაწყვეტს მე რაღაცა ამბიციებით ეგოთი ხაზრაზესი უფრო იღებენ გაწყვეტებას ვიდრე ის რომ ბიზნესთან შეთანხმებული ხდება თუმცა იაგოს სანამდე გვაზეა ანუ ზოგიერთი ისეთი არადეკვატურობა ხდება ხოლმე ამ ფლანგზე რომ აი გეშინია რომ აი შემთხვევით ეს ხალხი თუ მართლა ასეთები არიან ბუნებით ესენი რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ, აი შეიძლება სრული კოშმარი იყოს ბიზნესა, რა? ანუ ხვდებით, ან მართლა ასე ხდება, იმიტომ რომ აი რომ იმისა იყოს პატაბურჭულაძე რევოლუცია, რა ვთქვა, კალაძეს ფულით უნდა გააკეთოს, აი ასეთი რაღაცა რო გესმის, ხო ხვდები რომ ან ეხა რაღაცა უბრალოდ ვიღაცა დამცინის, ბიზნესთან ფული მისცა, თქვა რამე ესეთ ქენიო რა, ეხა რა ის ხალხი რო გადარიო. ან ეს ძალიან არადეკვატურობაა და თუ ასეთ ადამიანს ძალაუფლება ხელში ჩავარდა, ღმერთმაიც რა მოხდება. და აი ესეთ რაღაცას რო ვხედავთ და პერიოდულად რო ერთი მეორდება, ერთი და იგივე შეცდომები ერთხელ ოჯახ, უნდა დავუშვო რომ ადამიანი აი სრულიად რაღაც ინტელექტთან არ მეგობრობს, ან მოსყიდულია. ფიქრობ თუ არა, რომ ზოგადად ოპოზიციის ქმედებები, რაზეც ოცნება აპელირებს, არის გარედან მართული და დასავლეთის მოთხოვნებს ასრულებდნენ. იგივე აი ხა რევოლუციაზე საუბარიც იყო მათი მოთხოვნა, რომ იქნებ როგორღაც აი ეხლა მაინც შეძლოს ოპოზიციამ, რომ ქუჩაში ხალხი უფრო მეტი გამოიყვანოს და რაღაც შეამზადოს თვითმმართველობის, ну არჩევნებისთვის. ყოველ შემთხვევაში ის რომ დასავლეთის მხარდაჭერით მოქმედებს ოპოზიცია, გაქვთ ეს? აი იცით რა არის, აი ამერიკას რომ მოუნდეს ქართული ოცნების დამხობა, ქართული ოცნებას დაამხობენ. ანუ აი როგორ? თუ არ ექნება რესურსების დისპროპორცია იმხელა, აი როგორც აი მაგათ ავიღოთ ქართული ოცნების და ჩვენი დაპირისპირება რო ავიღოთ. აი ქართული ოცნებას და ჩვენ იმხელა დისპროპორცია გვაქვს რესურსებში, რომ ქართული ოცნებას აი იდეა ფიქსირო იყოს, რომ გიჩი მიწასთან გაასწროს და არავინ არ იყოს, ჩვენს დაგვიჭერენ და ყველანაირ ჩვენ რესურსს გაანადგურებენ. აი დაახლოებით იგივე დისპროპორცია აქვს ქართულ ოცნებას, შეიძლება კიდევ უფრო დიდიც ამერიკელებთან. ხო და ამერიკელებს რომ მოუნდეთ, აი წარმოგიდგენთ აი ხა ამ წუთას რა ვიცი, ვიღაცა რომ უნდათ ბოლოს ბომბავენ და ომს იწყებენ. ერახში ისე დაიწყეს. თუ დაგბომბავენ, ეს ამბავია, მაგრამ არა, მე მგონი იმხელა რესურსია რომ აი კი მესმის, მაგრამ ეს რესურსი არ იყო გამოყენებული. არა, აი წარმოგიდგენთ, აგიხსნი როგორ შეიძლება ეს მარტივად მომხდარიყო, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს რომ დაეფინანსებინა მართლა წესრიგი ტელევიზია, სადაც კლოუნადის ნაცვლად ჩვენ ქვეყანაში იქნებოდა დისკუსიები და დებატები, რომ მედიას ხომ აფინანსებდნენ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები. რეალურად ეს
ესენი აფინანსებდნენ კლოუნადას. აი ხვდებით რა შესაქმნია? მთელი ეს შეიძლება იყოს ვიღაც ფიქრობთ სერიოზულ დაფინანსებაზე რომ არა, მე ფიქრობ რომ ვიღაცა როს ეფიქრა რომ მოდი ხელისუფლება შევცვალო, ეს ხანად კეთდება. ანუ ხელისუფლების ცვლილების აი ესეთი რადიკალური ცვლილების თავარი წინაპირობა არის რომ ამორჩევალს გაუჩინო წარმოდგენა როგორი კარგი ქვეყანა იქნებოდა ესენი რო არ ყოფილიყვნენ. ხვდებით, ანუ თქვენ თავში თუ გაშდა რომ აი ქოცები რო წავიდნენ მაშინ ჩემი ხელფასი გაიზრდება ან რა ვიცი უკეთესი საბავშვო ბაღი იქნება, უკეთესი სკოლა, სამართყოფო გზები რაღაც და შენ ეს ძალიან მოგეწონა ეს სურათი. ამის გამო მზად ხარ მე ქუჩაში გამოხვიდე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შეიძლება ძველი მეთოდებით მოქმედებენ, არ უშვებთ ამას ადრე რაც თქვა ფერადი რევოლუციები როგორც ფერადი რევოლუციას ხო იდეა ქონდა, ხო კორუფციას ყელში ამოვიდა შევარდნის კორუფცია და აი მაშინ იყო ეს ნიადაგი, ამას გულისხმობ და გასაგები აი ამ ნიადაგის შემზადება უნდა მოხდარიყო მაშინ. აი ვიღაცას რო გადაეწყვეტ და საქართველოში შეეცვალა რეჟიმი რაც ამას ქვია. არა ის რომ ბიუროკრატიულად ფული მოეტეხა და დაეფინა თავისი რაღაც NGO-ები დაეფინა ჯიბეში ჩაედოთ ფული რა მას გონია რომ სიამოვნებაში ხდებოდა. ჩვენი კორუფციის ამბავი იყო. ამერიკაში USA-დის ამბავი რო გასკდა ხო გამოჩნდა რომ თურმე დემოკრატულ პარტიას აფინანსებდნენ. ჩვენი კორუფცია ატკატი რო ქვია ხო? ანუ მიდიოდა ბიუჯეტიდან, ამერიკის ბიუჯეტიდან NGO-ებში ფული და მე ეს NGO-ებიდან მიდიოდა სხვა დემოკრატიული მაკი კლინტონის შვილის კი რაღაც ქორწილი გადაიხადა მეგონი ამ ფული. ანუ ხვდებით, ჩვენი კორუფციის ამბავი იყო და ფულს ეხავდნენ. არანა აფშოშარი იყო ყოველას არავის არ ახერხებდა ქართული ოსტებას ანდულში. და რო პირიქით ყოფილიყო, აქ ფული დაიხარჯებოდა იმისთვის, რომ ქართულ ხალხს დაინახა, როგორი უკეთესი შეიძლება იყოს ქვეყანა ქოცების გარეშე. ხო და აი წამოგე ჩვენს გარდა ამაზე საერთოდ არავინ არ ლაპარაკობს. აი ქვეყანაში უბრალოდ არა პოლიტიკური პარტია არ მოიძებნება, რომელიც თავის ამორჩევალს, ან ქართული ოსტების ამორჩევალს ელაპარაკება, რომ აი მაგალითად აი განათლების მინისტრები რო იცვლება, ყველაზე ხშირად სხვა მინისტრია. ხო, სულ იცვლებიან რა, აი შევარდნაძე და მოყოლი სულ იცვლებიან. ხო და აი როგორი უნდა იყოს განათლების სისტემა? ამაზე რო იყოს რაღაც ყოველ კვირას ვიღაცა ყვებოდეს, რა პრობლემები გვაქვს, როგორ გადავჭოთ პრობლემები და ადამიანი მიხვდებოდა, რომ აი ქართული ოსტება მას არ აკეთებს. არა და აი ასე რომ მოქცეულიყო გვექნებოდა უკეთესი სკოლები ან უნივერსიტეტები. მე რაღაც ვიღაცა ჯანდაცვაზე იგივეს გააკეთებდა, ვიღაცა ჯარზე. ამაში რომ დაეხარჯათ ფული და მე უბრალოდ გამოჩნდებოდა პარტია, რომელიც ამ გაბრაზებული თუ უკმაყოფილო ხალხის ინტერესებს გამოხატავდა, იტყოდა რომ მე ამას და ამას ვიზამ, თუ ხელისუფლებაში მოვალ, მაშინ ქართული ოსტება შეიცვლებოდა. არანაირი რევოლუცია დაჭდებოდა დიდ დიალოგთა არჩევნებზე მოხდებოდა ეს. ამიტომაც როცა ეს არ მოხდა რა ამერიკელებს აი ერთი თეთრი ცენტი არ დაუხარჯავთ ამას. არა მარტო ამერიკელებს, მხოლოდ ამერიკელებზე არ ვსაუბრობთ, მოდით ახლა ევროპა ამაში არ ჩარეულა. უკრაინის ომი გვაჩვენებს ვის აქვს ძალა ამ სამყაროში. ამერიკელებს გარეშე არაფერი არ მოხდება. უკრაინის დიდი ხანი წაგებული ექნებოდა თომი და მიუხედავად იმისა, რომ ევროპა დიდია, ამერიკაზე უფრო მეტი ადამიანი ცხოვრობს და პოტენციალურად უფრო ძლიერი შეიძლება იყოს. უკრაინა აჩვენებს, რომ არაფრის ეს თქვა ესეთი რადიკალური ნაბიჯგადგმა ევროპას არ გააჩნია. ეს შეიძლება ევროპას სიძლიერეც იყოს, იმიტომ რომ ეს განპირობებულია მრავალფეროვნებით. ბევრი მრავალფეროვანი ის არის შემდგენელი ნაწილი აქვს, სხვა ქვეყნები ინტერესები და ეს ეთქვი ძალიან გრადობას გაძლევს, იმიტომ რომ ვერტიკალი არ გაქვს და ყველა ერთ ყველაზე არ დარბის. მაგრამ მეორე მხრივ შენ თუ გინდა ეს რაღაცა ხისტი გაწყვეტილება მიიღო, ეს არ გამოდის. ხო, მაგრამ მაგალითად ბრიუსელის განცხადებები რომელსაც საზოგადოება პრინციპში ძალიან დიდი ნაწილი ყოველ შემთხვევაში მოდით ოცნების ამორჩეველი ხო დიდი ნაწილია უსამართლოდ მიიჩნევს ხშირ შემთხვევაში ეს რეზოლუციები სადაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოთხოვნილი ბევრი ძველი ისეთი ამბავია მოთხოვნილი რაზეც თქვა უკვე განაჩენიც გამგარია უკვე ხალხს ეს შეფასებულია ეს უფრო მიუთითებს ეს ხო აჩენს თუ არა რაღაც ძალიან ნეგატიურ დამოკიდებულებას ჩემს სასარგებლო არგუმენტია რომ წარმოგიდგენთ ის ხალხი რამდენად არაინფორმირებულია რა ხდება აქ რომ ასეთ რაღაცებს მაგალითად ეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე რეზოლუციას ჩაწერეს და მეგონი ის რო იყო ელჩები რო შეიკრიბნენ რო აი სასაბ რაღაცა და აი ხო ხვდებით რომ ადამიანები გარტყმაში იყვნენ რა ხდებოდა არავის არ ჯეროდა ჩვენ ქვეყანაში მიშას რაღაც ჭირს იმ მომენტში აი ნაცებსაც კი არ ჯეროდათ ყველას ხო ხვდებოდა რომ რაღაც სპექტაკლია ხო დადგმული და ყოველდღე ვარკვევდით კარტოფილის შეჭამა თუ და ყოველდღე ადამიანი კვდება ხო და სამდე არ ყველა მიცოდა ტყუილია ნაცემაც ისო და ყველა ისო ეს უბრალოდ სპექტაკლია დადგმული სწორედ ეს არ ქმნის ნიჰილიზმს სრულად და ევროკავშირის მიმართაც და ხო ამაშია პრობლემა არავინ სერიოზულად არ ფიქრობდა ჩვენ ქვეყანაზე ამაშია პრობლემა არ ვაინტერესებთ არ წარმოვადგენთ ისეთ ღირებულებას სოფლიოსთვის რომ ჩვენზე ვიყავს დაფიქრებული იყო მართლა სერიოზულად ხო თორე ეს იყო ბერკეტის ანდრო რომ აქ ქვეყანაში მღელვარება გამოეწვია უბრალოდ რა ის და ამერიკაში და ევროპაში არიან ხალხი ვისაც უბრალოდ მოვალეობაა რაღაც ევროპის გაფართოება თქვენ კომისრები არიან
ბიუროკრატები, რომელსაც უნდა მონიშნონ თავის CV-ში, რომ აი ჩვენ მაგალითად საქართველოს კანდიდატ სტატუსი მივიღეთ, რეფორმა ჩავატარეთ, როგორც NGO-ები აკეთებდნენ აქაც, თუნდაც USAID ავიღოთ, CV-ში წერდნენ, ჩამოვიდოდა ვიღაც მრჩეველი, მისცემდა რჩევას მთავრობას შეასრულებდა და ჩაწერდა CV-ში, ვა, მე მაგარი მრჩეველი ვარ, რადგან მთავრობას გავაკეთებინე რაღაც. ხვდებით, ასეთი დაინტერესებული ადამიანები ბევრია ევროპაში და თუ დაინახეს რომ რაღაცა ისე არ მიდის როგორც მაგათ, თუნდაც შეიძლება რაღაც განცხადებაც გააკეთონ და რეზოლუციას მიაღებიდან, მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ საბოლოო ჯამში იქეთ არავინ არ არის, ვინც სერიოზულად ფიქრობს, რომ საქართველოში რაღაც ასე იყოს ან ისე იყოს. ეს ბიუროკრატიული პროცესი წარმოიდგინეთ. და პრობლემა არის ის, რომ ქვეყანაში ასე არ ფიქრობენ, ხო, მოსახლეობაზე манипуლირებენ, რეალურად ეს გამოდგა манипуლაციის რაღაც ბერკეტები. მოსახლეობაზე პოლიტიკური პარტიებიც манипуლირებენ, იმიტომ რომ არ ვიცი, ოპოზიცია ყოველ შემთხვევაში ამას ქართული ოცნება შენივრად манипуლირებს ეს თელი გლობალური ომის პარტიის ამბავი ხო ამაზე იყო ალბათ თავიდან ბოლომდე манипуლაცია ხდება. ორივე მხარე манипуლირებს, ერთიც და მეორე. დაუშვათ ეს ფაქტად ასეა. ფაქტად ასეა, იმიტომ რომ ასე არ იყოს, ან ერთი ან მეორე მხარე იქნებოდა დაინტერესებული დებატებში. აი უყურეთ მარტივი ტესტი ავიღოთ, ხო? მე თუ ვიცი რომ მართალი ვარ და თქვენი პოზიცია თქვა თუ მცდარია. მე ხო ინტერესი მიჩნდება რომ საჯაროდ ვილაპარაკო. იმიტომ რომ ვიცი რომ დაგამარცხებ დებატებში და გავიმარჯვებ. მაგრამ თუ არ ვამბობ რომ არ მივდივარ დებატებში, ხო პირიქით არის, ხო? აი შეხედეთ რომელი ბოლო დებატები მახსოვს ნიკამელიას. ხო და რით დამთავრდა ხო ხვდებით? მეტი ხო არა მე როგორი იყო ხა როგორ ფიქრობთ ის დებატები? იყო ნორმალური ის დებატები? არა ის ნორმალური არის. ხა როგორ წარმოგიდგენიათ კიდევ ვინმესთან დებატები? ხო მაგრამ ჩემი ბრალი ხო არის რომ ის აი თავის პოზიციას ვერ იცავდა. ფული საიდან მაქვს რომ იმას ვერ პასუხობდა და ზოგადად რას როგორც იქცეოდა. ჩემი ბრალი ხო არის. იმიტომაც არ განმეორდა დებატები რომ ჩვენ ხო არ გვიდგავს უარი. სხვები ამბობენ უარს. იმიტომ რომ ისინი ზუსტად ერთნაირად უბრალოდ ქართულოსებას ბევრი რესურსი აქვს და უფრო ხარისხიან დააკეთებს ამას, მაგრამ ისინიც და ისინიც манипуლირებენ, იტყუებიან და ატყუებენ ამორჩეულს და ეს რო გამოავლინო უნდა დისკუსიაში დაждდე. როგორც კი დაждდება პოლიტიკოსის დებატებში, ამორჩეული მიხვდება. პირველ ჯერზე თუ არ მიხვდება, მეორეზე მიხვდება. ლელო არ იყო პენსიაზე რო დაიწყო, გახსოვთ, რომ ცდელობა იყო წინა წელს დებატების. რამდენიმე კვირა გაგრძელდა ეს ცდელობა. იმიტომ რომ რამდენიმეას თქვა დისკუსიის შემდეგ ლეო მიხვდა რა დღეშია და თავისივე ტელევიზიაში გააჩერა დებატები, რომ ეს ეგონა რომ კარგად იქნებოდა მისთვის. ხო და ეს ამბავია. ანუ სიამდვილეში ამორჩეულს აი კონვეიერი აწყობილი ამორჩეულის მოტყუების, სხვა ამორჩეულს სხვანაირად ატყუებენ, სხვა ლეგენდით თუ ისტორიით თუ მითით და ასე შემდეგ. და ეს რო არ გამოვლინდეს და ამორჩეულმა არ დაინახოს რომ ატყუებენ, გათიშულია ყველგან დებატები. ყველა ფლანგზე. ქართული ოცნების ფლანგზე და ასე დებატები გარკვეული პარტიის წარმომადგენლები რომელიღაც მედიაში არ მიდიან და სადღაც არ ჩვენს სამხედროებიან. ესეც პრობლემაა. კი რა თქმა უნდა, ელემენტარული არათუ არ მიდიან, ვინც მიდის, ისიც ხშირად ითხოვს რომ აი ამაზე არ მელაპარაკო, ის არ მითხრა, ასეთი თემა ისეთი. მე ამას ყველაზე კარგად ვიცი ეს ამბები. მე ვიცი თქვენ ძეთ, მაგრამ მაყურებელმა შეიძლება არ იცოდეს. კი, უნდა იცოდეს, იმიტომ არა, ესეთი მოთხოვნა ხა არ ვიცი ჩვენ არ გქონია რომ გინდა თუ არა ამაზე არ ვილაპარაკო. მაგრამ არის ესეთი მოთხოვნები რა თქმა უნდა პარტიების მხრიდანაც და პოლიტიკოსების მხრიდანაც და თქვენ დამნაშავედ ყველა მიცის რომ ჩვენ არც დებატებზე გვითქვამს უარი არც რამე პრობლემა ქონდა რამე თემაზე სენსიტიური ვიღაცა მაგრამ ნარკოპოლიტიკაზე არ მოვა აი ოპოზიციის დინაწილი არ მოვა ნარკოპოლიტიკაზე ვერ ილაპარაკეს აი ხა მოდით გადავიდეთ სანამ ნარკოპოლიტიკამდე ამ გამკაცრებულ კანონებზე გასაგებია ოპოზიციის მდგომარეობაც და ყველა ვხედავთ მაგრამ მნიშვნელოვანი არის ახლა ეს კანონები ხო რაზეც პრინციპში ეს კანონები უკვე საზოგადოებას ეხება. რაზეც ალბათ ოპოზიციასაც ზუსტად იმ პარლამენტში უნდა ემსჯელა, იმ პარლამენტში უნდა მოეთხოვა პასუხი ხელისუფლებისთვის, თუ ეს მიუღებელი იყო, მაგრამ ასე არ მოხდა. პარლამენტშია ქართული ოცნება და კანონები გამკაცდა. თუმცა აქ არის კიდევ ერთი რამ განაპირობა ეს კანონების გამკაცრება. რამდენიმე კანონი იყო, ხო, მიღებული და ბოლოს უკვე აი ნარკოპოლიტიკასაც, რომელიც მარტში იყო, სხვათა შორის მარტში იყო ეს კანონი, ეხლა მიიღეს, თორე მაშინვე გაჟღერდა და დაინიცირებული მაშინ იყო. შესაბამისად, მაშინ ახლა მე არ მახსოვს ესეთი დიდი ხმაური. არა, მაშინ არც იყო ის დაანონსებული ის ნაბიჯები, რომელიც ეხლა გაჟღერდა. ხო, ნუ ყოველ შემთხვევაში ხო უკვე იყო რაღაც ჩანასახი, ხო? და ეხლა ატყდა ამაზე საუბარი. პირველ რიგში თქვენ საუბრობთ ამაზე. პირველი რაც მინდა კითხოთ, იყო თუ არა ეს გამოწვეული ბოლოდროინდელი მოვლენების გამო, აი ამ ქმედებრა აქციები მიმდინარეობს, რაც მოხდა რაღაცა გარკვეული ძალადობები იყო და ხელისუფლება იყო იძულებული გაემკაცრებინა ეს კანონები. ნარკოპოლიტიკის გარდა გეკითხებით ჯერჯერობით წინა კანონები. ზოგადად ჩვენ ქვეყანაში კანონები იწერება არა ქართული ოცნებისთვის. ანუ ზოგადად ქართული ოცნების ახლო წრე ამ კანონებით არ ცხოვრობს. ეს კანონებია მათი ოპონენტების წინააღმდეგ დაწერილი. ჩვეულებრივი სტანდარტული წესრიგია, როგორც მეგობრისთვის ყველაფერი და მტრისთვის კანონია. ეს რაღაც ერთ-ერთი ფაშისტური იდეოლოგიის ფრაზაა და ასე მუშაობს ფაქტობრივად ყველა
მსგავსი სისტემები ერთპიროვნული მართლობის, რომ ეხლა შენ თუ ახლოს ხარ ბიზნესთან, შენ ერთი წესრიგი გაქვს და შენ თუ რიგითი მოქალაქე ხარ, მით უმეტეს პოლიტიკური ოპონენტი, სხვა წესრიგი გაქვს. რაში გამოიხატება ეს? მაგალითად ავიღოთ ჩვეულებრივად სიტყვის თავისუფლების ნაწილი. არავის არ აქვს მოლოდინი, რომ ვიღაცას დასჯიან, იმიტომ რომ გალანძღა, რა ვიცი, რომელიღაც ოპოზიციური პოლიტიკოსი, მიხეილ სააკაშვილი. მაგრამ ფაქტობრივად გალანძღვა თუ ხდება, რა ვიცი, ბიზნეს იმაშვილის, ან როგორ დეპუტატის თუნდაც, ამის გამო ხალხს უკვე აჯარიმებენ და ადმინისტრაციული პატიმრობაც მიუსაჯეს ვიღაცას რაღაცების გამო. ანუ ეს ხო ძალიან გასაგებია და წყარია. ანუ ცალმხრივად იმოქმედებს ეს კანონები. სულ ასე იყო და ასეც იქნება, სანამ ზოგ პრინციპის დონეზე არ შეიძლება მართლობის სისტემა ჩვენ ქვეყანაში. მეორე საკითხია, რაში დაჭედათ ასე დემონსტრაციულად არადემოკრატიული კანონების მიღება, რომელიც სიტყვის თავისუფლების შეზღუდავია, სასამართლო პროცესების შეზღუდავია. მე მაგალითად არ მაქვს იმის განცდა, რომ აი სასამართლოს შეზღუდეს გადახება. ზოგადად სასამართლოს კლოუნადაა. ჩვენ არ მოსამართლე არ ყავს. სასამართლოში რაც ხდებოდა რეალურად ახლა ეს არგუმენტიც არსებობს, ხო? იქ მანდატურებთან ჩხუბი, იქ ძალიან ბევრი შეურაცხყოფა. თავი პრობლემა არის ის, რომ მოსამართლის კლოუნადაა, რაც ის ხდება, პროკურორის და ადვოკატიც. მთლიანად ეს კლოუნადაა, ხვდებით? იქ არავის არ აქვს, უბრალოდ არავის, აი ვინმე თუ რამე იცის ამ ქვეყანაში, არავის არ აქვს განცდა, რომ მოსამართლე ზის და მსჯელობს, ამ პროკურორის არგუმენტი, აგრე ადვოკატის არგუმენტი, მოდით შევაჯამოთ, შევაფასო და მივიღოს სამართლიანი განსხვავება. არაფერი მსგავსი არ ხდება. როგორც კი ეს შეიძლება ხდებოდეს, რა ვიცი, პოლიციის ჯარიმაზე ან რაღაც წვრილმან საქმეზე, მაგრამ და მოსამართლეს რაღაც პოლიტიკურ საქმეებზე ეს არ ხდება. ხო, როგორც კი რამე პოლიტიკური ფაქტორი ხდება, რამე ისეთი მსხვილი ინტერესი თუნდაც ფინანსური, იქ უკვე სხვა წესები მოქმედებს. და ამ წესებში უბრალოდ ისაც ხდება, თუნდაც საარჩევნო ავიღოთ, აი არჩევნების შემდეგ რო სასამართლო იყო თეთრ წყაროში, რომ ერთი სასამართლო იყო, ერთი გაწყვეტილება და მე აი რა მოხდა სხვა სასამართლოებში. სამდროს ეს არის ჩვეულებრივი კლოუნადა, რომელიც უბრალოდ რა ვიცი, ვიღაც ჩვენ მოქალაქეს გონია, რომ სასამართლო გვაქვს. არა თუ ჩვენ მოქალაქე ზოგ ამერიკელებსაც გონია რომ სასამართლო გვაქვს. არ გვაქვს ეს სასამართლო, უბრალოდ რაღაც პროცესია. გამოვა ადამიანის შავში ჩაცმული, იტყვის რომ აღვე სასამართლო დავიწყე. იქ რაღაც პროკურორი რაღაცას იტყვის, ადვოკატი რაღაცას იტყვის. მაგრამ არანაირი გავლენა არ აქვს პროცესს. იქნებოდა თუ არა, იმიტომ რომ კლოუნადაა. ხო და მოაწყობს თუ არა რომელიღაც აქტივისტი დამატებით კლოუნადას, დამატებით სპექტაკლს დადგავს თუ არ მოაწყობს. გადაიღებს თუ არა ტელევიზია, რომელიც ისედაც კლოუნადას აწყობს ეთერი. რაღაცას თუ არ გადაიღებს, ეს უკვე მეორე ხარისხოვანი ჯერ სასამართლო არ გვაქვს. რა უნდა გადაიღოს? კლოუნადას ვიღებ? მაგრამ ნუ რაც გვაქვს, მოდით ახლა ამით ვიმშელოთ. არა, არ გვაქვს. აი მთელი ამაში ამბავია, რომ ამორჩეულმა უნდა იცოდეს, მოქალაქე უნდა იცოდეს, არანაირი სასამართლო ქვეყანაში არ გვაქვს. აი სრული ამ გაგებით, იმიტომ რომ აი მარტი ტესტია იყო. აი რა არის სასამართლოს ფუნქცია? სასამართლოს ფუნქცია არის, რომ ადამიანებს შორის ხდება დავა. ეს ადამიანი მიდიან ადამიანს, რომელიც ავტორიტეტით სარგებლობს, ანუ მოსამართლე, იმიტომ რომ რაღაც ასე უნდა არჩიო, ისე არჩიო, ასეთი დიპლომი უნდა ქონდეს, ასეთი გამოსვლები უნდა ქონდეს, იმიტომაც არსებობს სამყაროში ეს რაღაცები, რომ ეს სამართლიანი ადამიანია, რომელიც კარგი რაღაც ინტელექტით აღჭურვილია, მორალით, რა ასე შემდეგ, მიდის და ის ამ კონფლიქტს აგვარებს. აგვარებს იმ გაგებით ის გაწყვეტილებას იღებს, რომ კონფლიქტი სრულდება. ეს არის სასამართლოს იდეა. ჩვენთან რა ხდება? მოდის რაღაც მხარე, მიდის ჩხუბი მოსამართლე რაღაცას იღებს და მეორე მხარე ყოველთვის უკმაყოფილო, ყოველთვის ჩხუბი გრძელდება. ხვდებით, აი უბრალოდ სასამართლო თავის ფუნქციას ვერ ასრულებს, იმიტომ რომ რაც ხდებოდა ევროპაში ისტორიულად, რაც ხდება ამერიკაში, რომ კი გასაგებია შეიძლება უკმაყოფილო იყო, რომ ციხეში გახვედი, მაგრამ ზოგადად კონფლიქტი ამოწრულია ხოლმე. ამას ახარ უბრუნდებიან. მოსამართლის ბრალია თუ იმ საზოგადოების ბრალია? არა, იმიტომ მოსამართლეები არ ყავს, იმიტომ რომ სჯერა ამ გადაწყვეტილების, არ ეთანხმება. როგორ შეიძლება მურუსიძეს გჯეროდეს? მოსამართლე უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც ავტორიტეტი გააჩნია, რომელსაც აი მთელი ადამიანი იტყვის, ვინ არის ეს ადამიანიო, იტყვის, რომ ეს ძალიან პატიოსანი ადამიანი არის. ვინმე ქვეყანაში, აი ვინმე წავიდი მასწავლებლების სკოლაში, რომ ბავშვი ეკითხება მასწავლებლებს. მას ვინ არის ჩვენთან ყველაზე პატიოსანი ადამიანიო? მურუსიძე გაჩნდება მის თავში? აი წამიგეთ მასწავლებელი რომელიც იტყვის რომ ყველაზე პატიოსანი ადამიანი ალბათ მურუსიძე არის. არის ერთი მაინც შანსი არსებობს რომ ვინმე იტყვის, მისი ახლობლებიც კი არ იტყვიან ამას. დავით? ხო და ამიტომ შეუსაბამოა უბრალოდ ის ადამიანი არაფერში არის სასამართლოსთან, მოსამართლეობასთან. რაღაც სხვა როლია, ჯალათი როლი შეიძლება იყოს, ჯამბაზი დაარქვა, ბიუროკრატი, რა ვიცი, გაჩნია როგორ შეაფასებ ამ ამბავს, მაგრამ შინაარსობრივად ის არის მოსამართლე. ყველა მოსამართლეზე საუბრობთ, სანდრო, ეხლა კაი მურუსიძე. ნუ აი როგორ გიხარ, ეხლა ვიღაცა შეიძლება მითხრას, გამიგია რომ აი ეს ადამიანი კარგი ადამიანია, პატიოსანი რაღაცა, მაგრამ ჩემი განმსახედი მნიშვნელობა არ აქვს, როგორც მაგალითად მე ლელოს შეიძლება ვიღაცაზე კონკრეტულ ადამიანზე რაღაც ნორმალური წარმოდგენა გქონდეს, მე ლელოს მიმართ ანარი პოზიტიური განწყობა არ მაქვს. და მე მგონია რომ ლელოსნაირ პარტიაზე დგას ქართული ოცნება ზოგადად.
იგივე სასამართლოზე ხარ, რავი 300-400 მოსამართლე ვიღაცა. ამას გულხო ძალიან ბევრია და ეხლა მაგრამ არც ერთი არ გაგახსენდებათ, რო გითხრათ პატიოსნების ეტალონი მაჩვენეთო, თქვენ არ გაგახსენდებათ არც ერთი მოსამართლე. არა, გასაგები მურუსიძე რატო გახსოვთ? ხო, მურუსიძე უბრალოდ ეტალონი ერთ-ერთი ხელმძღვანელია სასამართლოში. რეზონანსული საქმე. ხო, მაგრამ ვინმეს გაგახსენდებოდეთ ვინმე მოსამართლე, როგორც პატიოსნების ეტალონი, თუნდაც სხვა. ხო და ამაში საქმე რომ უბრალოდ არ ყავს ის ხალხი, ვინც სასამართლოში არის, ისინი უნდა იყვნენ, აი რომ მოძრაობენ ქუჩაში, ხალხი უნდა აი ეს მოსამართლე, ვა მოსამართლე, ესე იგი პატიოსანი კაცი არის. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ სასამართლოს ესე აი ამიტომაც ისტორიულად რასაკეთებთ ამას? ამიტომაც ისტორიულად და თუნდაც ამერიკის მაგალითი რო ავიღოთ, ეს პრობლემა გვარდება ძალიან მარტივად. ადამიანებს უნდა მისცე უფლება აერჩიონ მოსამართლე. აი ზოგადად მაშინ ეს ასეთი ხალხი გაჩნდება სასამართლო სისტემაში. შეიძლება ადამიანი შეცდეს როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მაგრამ შანსი მაინც გაჩნდება. რომ პატიოსანი ადამიანი აერჩიო, თუ ამორჩეული ირჩევს 300-400 ადამიანს მოსამართლეებს, მაშინ იქ ხო ვიღაც მაინც გაერევა ასეთი პატიოსანი. ეხლა არც არავინ არის, ამ სისტემაში არ ჩანს, რომც იყოს, ვერც ხედავთ. იქ გინდა გამოჩნდება, იმიტომ რომ საჯარო პროცესი იქნება. და იტყვი რომ აი მე ნახავ ვინ არის კარგი მოსამართლე, ცუდი მოსამართლე, ამორჩეულის მიხვდება, როგორ გააკეთოს და როგორ არჩევანის შემდეგ ჯერზე და პატიოსანი მოსამართლების წილი სულ უფრო და მეტი იქნება და პრობლემა მოგვარდება. და შორს ვარ წავიდეთ ამერიკაში ბუნ ამაზე დგას ეს სასამართლო. გასაგებია, სანდრო, თქვენი მოსაზრება მინდა რომ დრო მოვიტოვოთ, გითხარით ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით და ამას რატო ვამბობ ამ კანონის გამკაცრებით, რაც პრემიერმაც თქვა და მისი არგუმენტი დაასახელა, რომ მოკლედ მე ვნახე თქვენ იაგოს ლაივი და ვნახე კომენტარები შემდეგ და ვნახე თქვენი კომენტარიც აი ამ კომენტარებზე. ვინც არის ის, მინდა ვთქვა, რომ თქვენ ცოტა შეშფოთებული იყავით საზოგადოების დამოკიდებულებით. ნუ საზოგადოების ისე არის, მაგრამ ნაწილი ამ საზოგადოების აქტიური რაღაც ნაწილი. თქვათ ნაწილი აქტიური, ტროლებიც მთლად ვერ უწოდეთ, ხო? არ შეიძლება ყველა ტროლი. იმიტომაც გამომახვდეთ ყურადღება, რომ ნამდვილი ადამიანები იყვნენ. ხო, მაგრამ ნუ იყო ძალიან ესეთი მეც წავიკითხე ეს კომენტარები, სხვათა შორის დავინტერესდი თქვენ ლაივს მოვკარი ყური და მე გადმოვედი მეთქი რა ხდება ამ კომენტარებში და რა თქმა უნდა იქ საზოგადოების ნაწილი და აი ამბობდა რომ ნუ ტყუი ხართ და რას ქვია არ უნდა გამკაცრდეს ეს კანონი და ანუ რა არ გუნდა როგორ ახალგაზრდებს მოუწოდებთ მოკლედ რომ მოწიონ და აი ცოტა ძალიან პრიმიტიულად ვამბობ ხა ვუტრირებ რა თქმა უნდა იქ უფრო მძაფრიც იყო ეს კომენტარები აი როგორ ფიქრობთ მაინც ასოცირდება ხოლმე გირჩი ამასთან რომ ის მომხრია ლეგალიზების ერთი ამბავია მაგრამ მომხრია რომ ადამიანმა მოწიოს მარიხუანა. აი მარტივად რო ვთქვა. ეს ხო ტყუილია უბრალოდ. მე არ ვეწევი მაგალითად. მე არ ვეწევი და როგორ შეიძლება თქვა რომ მოწია სხვას არ გულში რასაც მე თვითონ არ ვაკეთე. აი ხვდებით უბრალოდ არაფერში არ წერია რომ შეხვიდა ჩვენ პარტიაში უმრავლესობა არ ეწევა. საერთოდ ვაფშე არ ეწევა. ხო და იქ იყო კომენტარი, ანუ ადამიანის რასეუნებს ახალგაზრდებს რომ ანუ მოწიონ მარიხუანა. მოდი ავხსნათ თქვენ რას ეწინააღმდეგებით, რა პოზიცია. მარტივი რაღაცა წარმოიდგინეთ რომ ეს არის გარკვეული ტესტი. სამდროშ ნარკოპოლიტიკა ის იმაზე კი არის რაც მარიხუანა თუ ჰეროინი თუ ექსტაზი ასეთია თუ ისეთია და ასე შემდეგ. ამაზე დისკუსიას კი ზედმეტია, იმიტომ რომ ადამიანებს ოდნავ რამე აინტერესებდეთ, არსებობს, რა ვიცი, კლასიფიკაციები არსებობს, მეცნიერული, რა ვიცი, ჯანმოსაიძე შეიძლება შევინდეს ან რაღაც სტატიებია უამრავი, ნახო რა ნივთიერება როგორია, რა ზიანს აყენებს და პირველ ადგილზე უბრალოდ იქნება ალკოჰოლი. ნარკოტიკების ყველაზე საშიში არის ალკოჰოლი. ყველაზე დიდი ზიანი ზოგადად სოფლიოში მაქვს ალკოჰოლს. და მაგალითად ბევრი ის ნაწილი რასაც ხალხს გონია რომ რაღაც საშინელება და ხალხს საერთოდ ადამიანს ვერს კი მოკლავს აი მარიხუანაზე ამბობთ არა მე ვამბობ რომ ადამიანებს სიტყვა ნარკოტიკი არც კი იციან რას ნიშნავს ანუ პირველი რასაც რის ტესტი არის ნარკოპოლიტიკას აი ეს ვთქვათ აი სიბნელესაც ეძახიან რომ ხალხი არ იციან რაზე ლაპარაკობენ ადამიანს რო კითხოთ ამორჩევას აი ნარკომანი ვინ არისო ანუ ნარკომომხმარებელი ვინ არისო გაახსენდება აი 90-იანი წლების მორფინის რასაც ეძახიან მაგრამ სანდრო იცით რა არის ერთ რამეს ვიტყვი ძალიან ბევრ ოჯახში თუნდაც მწეველები და აღარ ვამბობ ეს გაკეთება მეგონა საერთოდ სხვა რამეა მარიხუანას მწეველებზე ვილაპარაკოთ ძალიან ბევრ ოჯახში ჩემი ახლობლების ოჯახშიც არიან ამ მარიხუანათი მე არ ვიცი ნამდვილად ეხა რაღაცა სხვა ტიპის მარიხუანა შემოდის ამასაც ამბობენ რომ რაღაცა ურევია და ეს არ არის სუფთა მარიხუანა მაგრამ ის ადამიანები რომლებიც ეწევიან ბევრს აქვს ფსიქიკური პრობლემები უჩნდება ბევრი ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარდება და განსაკუთრებით ახალგაზრდები ამის შიში აქვს ხო და ეს შიში არის უცოდინრობის შიში. აი პირველი რაც არის, აი თავარი ამოწ პირველი რაღაცასაც ჩანს, რომ ხალხი გარტყმაში არიან აზე ლაპარაკობენ. მართლა.
სერიოზულად. მე აქ რო დებატები, დისკუსიები იყოს აი მედიაში. ვინმე რო დამსწრეყო ქართლოსნებიდან, აი რამე ასეთი არგუმენტი მოიყვანა და ერთი მაინც გაგვერჩიო. სამდროში ელემენტარულად კაცო შეიძლება ადამიანს მილიონი ფსიქოზი ქონდეს და თან ეწეოდეს. მიზეს შედეგურ კავშირი ვინ დაადგინა? ან მაგალითად რა ვიცი, ალკოჰოლი რო არის და ღვინოს რო სვავს არ იწევს ფსიქოს და რაღაც, მაგრამ ამის გამო ციხეში ხარ უშ. ჩვენ ხო იმაზე კი არ ვსაუბრობთ, კარგია თუ რა არის, ხარ გამოს არაყის დალევა კარგია და მიაწექით ბიჭებო. ხო, არავინ არ ამბობს ამას. მაგრამ ხო გვესმის რომ არაყი არ არის სასარგებლო და ნუ, კაი ხარ, ბევრს თუ დალევ რაღაც დაგემართება ნამდვილად და ადრე დამთავრებს ცხოვრებას. ეს ხო ყველა ვიცით. მაგრამ ამის გამო ისა ვენახი რო აქვს ვიღაცას ციხეში ხარ უშვებ. ან არახს თუ აკეთებს, ახ ციხეში ხარ უშვებ და სამუდამო პატიმრობას ხარ ვეუბნები. და თუ ადამიანს მინიმუმ ის მაინც ესმის რომ არახს 1000 ჯერ შეიძლება უფრო დიდი ზიანი მაქვს ვიდრე მარიხუანას. აი მაშინ ხო ის მაინც იმაზე დაფიქრდებოდა თუ თანმიმდევრულია კაცო მაშინ ვენახის გამო ციხეში გაუშვათ იტყოდა ხო? ან პირიქით ამ ბუჩქის გამო არ გაუშვათ. ეს ელემენტარული ლოგიკა უბრალოდ რომ მე მაგაჩვენოთ მასშტაბი ხალხი რამდენად აზე არის აზე ლაპარაკობენ. მაგრამ უბრალოდ ხედავს ამისგან დაზარალებულ საკუთარ ოჯახის წევრებს. ვერაფერს ვერ ხედავ, იმიტომ რომ სიამდვილეში პრობლემა არის უმრავლესობა ადამიანის ვის გადარბის და ყვირის და ილანწყება აზე არის შეხებაც კი არა არც ისე ლაპარაკობს მართლა. მაგრამ მე სხვა რაღაცას გეტყვით. აი ავიღოთ და დაგვით მე გითხარით მე არ ვეწევი. ზოგადად არასდროს არ მინახია რომ ჩვენ პარტიას ვინმესთვის აი საჯაროდ ისე თქვენ მოწიეო. არ მომისმენია. ანუ ხალხი იმდენადაც აზე არიან რაზე ლაპარაკობენ, რომ ჩვენ გვაპრობლემებს რომ ფაქტს ვერ იპოვიან, რომ აი გამოვიდა ეს იაგო ან მე ან ვიღაცა და ამბობს რომ მოწიეთ ხალხო, კარგი არის. ასე ვერ იპოვით. მაგრამ რასაც ჩვენ ვაკეთებთ არის ის, რომ ჩვენ ძალიან ვაფასებთ ადამიანის ღირსებას, თავისუფლებას და აი თუ ასე შეხედავთ სიტუაციას, აი მოდით ნახოთ რა საკეთებს ქართული ოცნება. აი ესეთი გამონათქვამი რომ აი ბრძენი ადამიანო სხვის შეცდომებზე სწავლობს, ჭკვიანიო ისო უბრალოდ ჭკვიანიო სხვის შეცდომებზეო და სულელიო თავის შეცდომებზეო. ქართული ოცნება თავის შეცდომებზეც არ სწავლობს. იმიტომ რომ ჩვენ რო შორს არ წავიდეთ, ჩვენ ეს რასაც ახლა ქართული ოცნება აკეთება გქონდა, ფაქტობრივად მიშას დროინდელი ნარკოპოლიტიკა ხო ეს იყო. კი, მათ გახადეს ლიბერალური მე როგორც ვთქვი გამარტივდა ძალიან ბევრი ჩვენ არც კი ვჭირდება სხვა ქვეყნების მაგალითები, არ ვჭირდება რაღაც გამოცდილებები, წიგნები, აგერ ჩვენი ქვეყანა სულ რაღაც 10 წლის წინ მთელი მიშას დროინდელი პერიოდი და კიდე რამდენიმე წელი ქართული ოცნების პერიოდი იყო ის, რასაც ქართული ოცნება ახლა აკეთებს. და მოდით შევხედოთ რა იყო, რას აკეთებდა ადამიანი, რომელსაც სურვილი ჰქონდა რაღაც ტიპის ნარკოტიკების საშუალება მოეხმარა. მაგალითად, რა ვიცი, ამ შემთხვევაში მარიხუანა. მარიხუანა იშოვებოდა ძალიან რთულად, იყო ძვირი. ამიტომ ძალიან დიდი ნაწილი ადამიანების იყენებდა ეგრეთ წოდებულ ბიოს. დაახლოებით და 2015 წელს იყო გამოკითხვაც ჩატარებული ქვეყანაში. დაახლოებით 3%-ზე იყო საუბარი იმ ხალხისა, ვინც რამე შეხება ჰქონდა ოდესმე ნარკოტიკებზე, იყო ბიოს მომხმარებელი. და თუ რამე ცუდი გაგიგიათ აი მოსაწევზე რამე, ყველაფერი ბიოს ეხება, რომ აი ხალხი კვდებოდა ამის გამო, რაღაც საშინელი რაღაცები ემართებოდა და ანუ მთელი ამბავი იყო. მართლა ქიმიური ასეთი ტიპის სინთეტიკური ნარკოტიკები მართლა საშიშია ჯანმრთელობისთვის და ყველანაირი. ყავს რა მარტივად რო ვთქვათ. და მერე მოხდა ლიბერალიზაცია ნარკოპოლიტიკის, მარიხუანა გახდა მისი მოხმარება გახდა ლეგალური, ბიო გაქრა. 2021 წელს ჩაატარეს მეორე გამოკვლევა იგივე და უკვე 0.1% 30 ჯერ შემცირდა ბიოს გამოყენება და შემთხვევითობის ამბავი ფაქტობრივად არც კი გაგიგიათ ალბათ ბოლო წლებში რომ ვიღაცა ბიოს იყენებს. თუმცა 10 წლის წინ კი ყველას ვინმეს თუ რამე გონს არის, უბრალოდ ყველა მიწის რომ მართლა ამაზე სულ ლაპარაკობდნენ. ხო და წარმოიდგინეთ რომ ქართულოსთან თვითონ გადაარჩინა თავისივე, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებით, რომ რაღაცა საკონსტიტუციო სასამართლო ჯომის ამ შემთხვევაში ჩვენი ინიციატივით იყო, რომ ზოგადად აი ამ წესრიგი რაც ქართულოსთან შექმნა რაღაც მომენტში, გადაარჩინა ათასობით ადამიანი ახალგაზრდა, რომელიც დაიხოცებოდა. ბევრად მეტის გაკეთება შეიძლებოდა, რომ აი ჩვენი მათ შორის ჩვენი რაღაც პოზიციები რომ გააზრებული ყოფილიყო, კიდევ უფრო მეტი გადარჩებოდა ადამიანი, მაგრამ ნუ რაღაც მოხდა. ყველა საინტერესო რომ მარიხუანას მოხმარება იგივე კვლევებით, აი პრინციპი თითქმის არ გაზრდილა, აი დაახლოებით იგივე დონეზე რაც არის. მაგრამ იმიტომ რომ ის ადამიანი ეს ვინც ბიოსი იყენებდა, მარიხუანასაც ეწეოდა თუ ქონდა, უბრალოდ როცა არ ქონდა და ძვირი იყო და საში იყო, ბარემ იმ ქიმიურს უფრო იაფს და იყენებდა. ანუ რა მოხდა, გამარტივდა მისი მოხმარება. ხო და ყველა უარი თქვა ბიოზე და დაიწყეს მარიხუანას გამო. ამის გამო არავინ არ მომკვდარა ჩვენ ქვეყანაში, ხვდებით? არავინ. იმიტომ რომ ნებისმიერი ხა არაყირო დალიო 5 ლიტრად დღეში ხომ მოკვდები.
და რა ვიცი რაღაცას თუ ეწევი დღე და ღამე რაღაც ხო დაგემართება. წყალი რო დალიო ბევრი ხო მოკვდები. სამდროში ეს ხო ნებისმიერ კვლევები რაც მოაქვთ ყველაფერი ვინმეს რო ოდნავ სინდისი კონდეს და გაბედოს საჯაროდ ამაზე დისკუსია ნებისმიერი ადეკვატური ადამიანი მიხვდება რომ ეს ეხება აი რადიკალურ შემთხვევაში როცა ადამიანმა მართლა რაღაც თავი გაიგიჟა და ისედაც რაღაც წინაპირობები ქონდა გენეტიკური მიზრეკლება ქონდა ფსიქოზისმე და რაღაც დაემართა და ასეთი ადამიანის ჩვენ საზოგადოებაში მოიძებნოს ერთეულები და ასობით 1000 მომხმარებელზეა საუბარი ქვეყანაში. თქვენ რა გონიათ? აი გამკაცრების ნაწილში რას აპროტესტებთ? ეხლა წამოვიდგინეთ რა მოხდება. ეხლა მეგონა რა მოხდება? აი 10 გრამიდან მე მგონი ზემოთ არის, ხო? არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. საბოლოო ჯამში რადგან უკვე ხალხის დაჭერები დაიწყეს და დაჯარიმება ზოგ შემთხვევაში შემდეგ ფაქტობრივად ეს გამოცხადა რომ დაჭერებს რა შემთხვევაში იწყებენ რამდენი გრამი გაქვს მაგალითად 5 გრამიდან მეგონი 6 წელი 5 გრამი პირობითად რაღაც რამდენიმე ჯოინტია რა არა მანამდე დასჯადი რომ ციხე იწყება 5 გრამიდან 6 წლის მიდიხარ ციხეში 5 ჯოინტი ან 5 ჯოინტი რაღაც ნებისმიერ ადამიანს რა ვიცი თუ იცით რა 5 ჯოინტის გამო ციხეში გავწახვალ 6 წლით ხო და ჩათვალეთ რომ აიგზალა ამ შემთხვევაში ანუ რეალობა ასეთი რომ აიგზალა. აგერ ნახეთ ვიღაცები ამბობს რომ ყიდიან რაღაც grow box-ებს და მთელი ამბავი დაიწყო და ეხლა რა შეასაკ. თქვენ შეიძლება შეზღუდოთ მარიხუანა. ანუ თქვენ რა თავრობას. ეს ძალიან გასაგებია, იმიტომ რომ ისეთი რაღაცა ის რომ რთულია იმის ლაბორატორიებში ისინი და პლანტაცია გჭირდება ხო? ანუ ჩანს და შემდეგ და ყველა მიცოდა და ამიტომ რაღაც. ოკეი. შეიძლება შეზღუდო. მაგრამ ადამიანს რომელსაც უნდა რაღაც მოწიოს ის ხო მაინც რაღაცას გზას იპოვის. ანუ ვიღაცა ალკოჰოლს გამოიყენებს, ვიღაცა ბიოს გამოიყენებს. ანუ ჩვენ უბრალოდ ვიცით ეს. ანუ ამორჩეული რომელიც ამბობს გამკარს ნარკოპოლიტიკა სიამოვნებაში კლავს ახლა ადამიანებს. ითხოვს ადამიანების მოკვლას. ეს ხალხი მართლა მკვლელები არიან პირდაპირ გაგებით ქართლოსნების თაოსნობით. იმიტომ რომ გავადრო და ჩვენ დავინახავთ ახალგაზრდებს რომელიც ბიოს მოიხმარს. და აი ისევე რაღაც დაიწყება ჰალუცინაციები და დაიხოცება. არ მგონია მარტო ქართული ოცნების სამორჩეველი იყოს. ბევრი ფიქრობს. კი ბატონო. კი ბატონო, სიბნელე საზოგადოებაში სამწუხაროდ ამ ნაწილში ვრცელდება და ვიღაცა არახს მიაწვება და არაყი რო კლავს ისე უნდა იმაზე მეტი არაფერი არ კლავს. და საბოლოო ჯამში ჩვენ დავინახავთ რომ ხალხი რომელიც რა ვიცი შეიძლება ცხოვრობდა და არავის არ უშავებდა არანაირი სტატისტიკა არსებობს რომ რამე ტრაგიკული მოხდა ან ვინმე დაუშავეს აი ხო შეიძლება ალკოჰოლით რამდენი ადამიანი კვდება გზებზე რამდენი ადამიანს კლავენ სროლით დაჭრით რომ რაღაც ხდება ხოლმე ხო რამდენი ასე შემთხვევა ერთხელ მაინც გაიგიათ მარიხუანას გამო მოხდა რატო გახდა საჭირო როგორ ფიქრობთ ამ კანონის გამკაცრება და მithumetes წინასაარჩევნოთ აი ცოტა დრო გრჩება ხო მე გეტყვით ეს რაღაცას ჩემი გადმოსახედიდან ეხლა ქართული ოცნება უბრალოდ აპირებს დაიწყო ფაქტობრივად გუშინელი დღიდან ხალხის დახოცვა. აი დროში გაწელილი პროცესი იქნება, რომელსაც დავინახავთ. აუცილებლად მოხდება ეს, იმიტომ რომ ეს არ არის ჩვენი მარტო ჩვენი ქვეყნის გამოცდილება, მთელი 100 წელი ამერიკელებმა რაც დაიწყეს ნარკოტიკების ზონე. არა, ეს არის ზუსტად ადამიანს უნდა ესმოდეთ. აქაც არ უნდა იმალებოდნენ რაღაც სადღეძულობის უკან. ვინც ამას უჭერს ხარს არიან მკვლელები, პირდაპირ გაგებით. იმიტომ რომ სხვანაირად არ არსებობს, იმიტომ რომ ეს ადამიანი მოკვდება, ეს ადამიანი რას კი არ არის, არ გამოდის ასე. აქ საუბარი სხვა არის მკურნალობის, სხვა რა მკურნალობა სადგინახიათ რომ მარიხუანას შემთხვევაში რა მკურნალობა, ან რა იძულებით მკურნალობა. ეს ხო არის საბჭოთა კავშირის, აი, ყველაზე ბოროტი იდეა, გახსოვთ, ფსიქიატრიაში რო უშვებდნენ დისიდენტებს. აი ეს ამბავია, რა იძულებით მკურნალობა, ვის იძულებ ადამიანს თუ არ უნდა, შენ ვინ ხარ რო აიძულებ. თუ ადამიანი რამე დააშავა ქურდია მკვლელია, დასაჯერ როგორც ქურდი და მკვლელი, მაგრამ ადამიანის შეიძლება თავის სხეულს აზიანებს, მაგრამ შენ ვინ ხარ რო ეუბნები? ადამიანი შეიძლება შაქარს ჭამჭამდეს და დიაბეტი დაემართოს და მოკვდეს და ამის გამო იძულებითი მკურნალობა და შაქარი აუგზავნო. ადამიანი არ ახსვავს და ღვიძლს გაინადგურებს და მოეკლავს თავს და ოჯახს დაანგრევს და გაუბედროს და შეიძლება კიდევ ვიღაც გზაზე მოკლავს. ამის გამო, იმიტომ რომ არ ახსვავს, იძულებით მკურნალობა დაიწყო. ჩვენ ხო ამას არ ვაკეთებთ. სიამოვნებაში ეს არის რაღაც ტესტი, იმიტომაც ძალიან ბევრ ყურადღებას ვაქცევთ, რომ ადამიანების უცოდინრობა თუ მათი აი რაღაც არაადეკვატურობა ემოციას აყოლობის შედეგად იწვევს იმას, რომ ხალხს ხოცავთ. ბევრს ამერიკელებიც ამას ამერიკელების ყველა დიდი სოდვა კაცობრიობის წინაშე არის ნარკოტიკებთან ომი, რომელიც მაგათთან დაიწყეს 40-იან წლებში. კანაფი იყო არათუ ლეგალური საბჭოთა კავშირში გმირსაძლევ გმირობის იყო სოციალური შრომის გმირები რომ 60-იან წლებამდე რომ ის მეტი მოიყვანეთ კარგი მცინარი არის ამერიკაში ასე იყო სამ ბრძოლა არ დაუწყეს და საბოლოო ჯამში ამერიკელებმა შემოიდეს ნარკოტიკთან ბრძოლა და ამის გამო აი კოლუმბიაში ომი იყო მექსიკაში დღემდე ხალხს ხოცავენ ავღანეთის ომი მარტო ამის გამო მოხდა
და დღემდე ხდება და ათასობით ადამიანი იხოცება სიამდვილეში ნარკოპოლიტიკა, რასაც ეძახიან ესენი გამკაცრებული ნარკოპოლიტიკა, ნარკოტიკების ბრძოლა, ეს არის ხალხის ხოცვა. სხვა გზით, ზოგჯერ პირდაპირ როგორც ავღანეთში ხდება და კოლუმბიაში, ზოგჯერ ირიბად, არახარისხიანი ნარკოტიკებით, იმიტომ რომ აი ჰეროინთან ბრძოლამ გამოიწვია ის, რომ ჰეროინი ჩანაცვლა იმით ფენტანილით. მე ფენტანილთან ბრძოლა გამოიწვია და კიდევ უფრო საშიშ ტრანკვილიზატორთან და ამერიკაში უამრავი ადამიანი იხოცება ამის გამო. მაგრამ ფენტანილი არ გაჩნდებოდა და რასაც ჰეროინთან ბრძოლა არ დაწყებულა. ჰეროინი არავის არ დაჭირდება თუ სხვა უფრო მსუბუქი ნარკოტიკები იქნება ხელმისაწვდომი და ასე შემდეგ. და სიამდვილეში ადამიანებს ვარ ესმით ეს, ანუ უნდა გამკაცდეს, ვიღაც ბებო გამოვა, იტყვის რომ უნდა გამკაცდეს ეს ჯანსაღი ცხოვრება რაღაცა, პოლიტიკოსი იტყვის რომ მოდი ახლა ხმებს დავწერო და ნარკოტიკების არ მოხმარება, იგივე არ მოწევა ჯანსაღ ცხოვრებასთან ასოცირდება. საზოგადოებაში ახლა ეს ხო ესეა. კი, მაგრამ როგორც შეხვიდე შაქრის არ გამოყენება, შაქარი ხოცავს ადამიანებს დიაბეტით და სხვადასხვა გართულებები, ჯანმრთელობები, როგორც არაყის და ალკოჰოლის არ გამოყენება, როგორც თამბაქოს არ მოწევა, მაგრამ ჩვენ ხო იმდენ არ დეგრადირდით, რომ იმიტომ რომ ადამიანი ალკოჰოლს იყენებს, ციხეში გაუშვათ. ვენახის გამო ციხეში ხო არავის არ უშვებთ. გასაგები, აი წინასაარჩევნო სიტუაციას მაინტერესებს გირთულებთ თუ არა ეს თემა და საკითხი. ჩვენთვის ეს ზოგადად ჩვენ ასე ვუყურებთ, რომ ჩვენ 100%-იან სწორ პოზიციას ვიკართ. არის საკითხები, როცა აი ჩვენ მართლები ვართ. თუნდაც თელი სამყარო სხვა პოზიციაზე იყოს. ძალიან ბევრი წინააღმდეგობა გვხდება თქვენ ამ არ გვაღველა, შეიძლება თელი ქვეყანა ცდებოდეს და ბევრ შემთხვევაში ცდება და მე მომისმენია, სანდრო, რომ აი ეხლა ამ პოზიციაში, როცა ოპოზიცია ამ მდგომარეობაშია და რეალურად თავისი ამურჩევლით რაღაც ცოტა უნდობლად უყურებს, რაღაცნაირად გამიგია, რომ გირჩს აქვს კარგი, რაღაცა კარტ ბლანში იმისთვის, რომ არჩევნებზე მეტი ხმა მიიღოს, ვიდრე საპარლამენტო არჩევნებზე. და ის გავიდეთ ამ თვითმმართველობებში და მოკლედ კარგი პოზიცია აქვს. აი ნარკოპოლიტიკა ხო არ გახდება აი ეს საკითხი, როდესაც უხსნით იქ მოქალაქეებს და პირიქით ძალიან გეწინააღმდეგებიან რაღაცნაირად თქვენთვის მინუსი. ამორჩეულს სიამოვნებაში ვუხსნით იმას, რომ მოდით არ დავხოცოთ ჩვენი თანამოქალაქეები. შეიძლება ამორჩეულმა ვერ გაიგოს ეს, იმიტომ რომ ვიღაცა მოატყუა, იმიტომ რომ განათლება არ ყოფნის, იმიტომ რომ აზროვნების რაღაც შეზღუდვები აქვს, ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს, მაგრამ ჩვენ ამას ვუხსნით. ჩვენ ვერ დავიხებთ უკან, იმიტომ რომ ამორჩეული რაღაც უცოდინარია, რაღაცების ეშინია და აყოლილია მთავრობის პროპაგანდას, ამიტომ ჩვენ ვერ ვიტყვით, კარგი დავხოცოთ, მაგათ დედაც ვატირებ. ამას ვერ ვიტყვით, ხვდებით? მე არაფერი არ მიყრის ამისთვის, რომ ეხლა გამოვიდე და ვიღაც ვიყვირო ისას ამორჩეულს გაუხარდება, ხო, იმიტომ რომ პარლამენტში ვიღაც გავიდეს ან არ გავიდეს. ასულ არ მაღალებს ეს ამბავი. ამორჩეულს თუ არ ეყოფა იმის უნარი, რომ გაარჩიოს თეთრი და შავი, თუ დაუჭერს ხალხის დახოცვას ხარს და არა ხალხის გადარჩენას. თუ მოუნდება რომ ახალგაზრდა თაობა ბიოთი იხოცებოდეს და ამიტომ რაღაც გავხარდა რომ ეხლა ვიღაცას არ ექნება მარიხუანას ბუჩკი. ხო, რასაც ახლა თქვენ ამორჩეულება რაღაც რიგით ამორჩეულს საერთოდ ასე არ ესმის. ხო, არ ესმის. ამიტომ თუ არ გესმის, მინიმუმ უნდა იყოს ჩუმა და გადაარჩინა ქვეყანა. თუ არ გესმის. ხო, არა, უნდა ვიცოდე ეს თემა, მაშინ წამოყვეთ და გადავარჩინო ქვეყანა თუ გადარჩენაზეა. ხო და ან უნდა გაერკვიო თემაში მაშინ, გაერკვიო, ან თუ არ იცი, მინიმუმ არ უნდა იყვირო ისე გეგონება რაღაცა იცი. ხო, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ ასე უყურებთ პოლიტიკას, რომ ჩვენ რაღაცების გვჯერა, რაც არის სწორი და სიმართლე რაც არის. და ჩვენ ამისთვის ვიღვდით. ჩვენ იმას კი არ ვაკეთებთ, ამორჩეულს გაუსწორდება. ჩვენ რაც მივისწრებთ სწორი იმას ვაკეთებთ. აპირებთ ამ თემაზე თუნდაც არჩევნებამდე დისკუსიას. არა, ჩვენ აუცილებლად ჩვენ შემდეგ შაბათს მიტინგსაც დავაორგანიზებთ პარლამენტის უკან, გვექნება, სადაც მოუწოდებთ ხალხს, ვისაც ესმის, რომ ადამიანების დახოცვა არ შეიძლება, რომ არ შეიძლება კანაფის გამო ადამიანი ციხეში იჯდეს საერთოდ, რომ ზოგადად ბუჩის გამო ციხეში არ უნდა იჯდეს ამ ქვეყანაში. რომ ეს არის ელემენტარული ტესტი ადამიანის თავისუფლების, ღირსების და ასე შემდეგ. მოუწოდეთ ხალხი გამოვიდეს და დარწმუნებული ვარ, თუ მოიძებნა ასეთი ადამიანები, ბევრი ეს პოლიტიკა შეიცვლება. დანარჩენს ვისაც ეს არ ესმის, მაგათ მოუწოდეთ რომ დაფიქრდნენ. იმიტომ რომ თუ არ დაფიქრდებიან და აყვებიან თავის პროპაგანდას, მათი პასუხისმგებლობა იქნება ყველაფერი ისაც მალე მოხდება. მათ შორის ბევრი ახალგაზრდა სიცოცხლეს რომელიც დავკარგავთ, იმიტომ რომ ასეთი პოლიტიკა დაიწყეს. ზოგადად აი სპეციალისტებთანაც ალბათ ამაზე დისკუსია, ვინც კი, რა თქმა უნდა. ამაშია ჩართული და ჩემთვისაც საინტერესოა და ბევრი ალბათ მსმენელისთვის და ამას აუცილებლად დავაორგანიზებთ ამ ეთერში. სიამოვნებით მივიღეთ მონაწილეობას ყველა ასეთ დისკუსიაში. მოვიწვიოთ რამდენიმე ადამიანი და განვიხილოთ მოწინააღმდეგეც იჯდეს და მომხრეც და ასე შემდეგ. საინტერესო იქნებოდა, მადლობა მინდა. უღრმესი მადლობა თქვენ. ბრძანებისთვის ჩვენ დრო ამოიწურა. სანდრო რაქვეშვილი იყო დღეს ჩვენი სტუმარი, მომდევნო ხუთშაბათს შეხვდებით ამავე არხზე.